მოგესალმებით კოლეგებო სხდომა დავიწყოთ მივესალმები სტუმრებს ნახა დღის წესრიგში ერთი საკითხი გვაქვს და მგონი აქ კითხვები არ გვაქვს კენჭი უყაროთ დღის წესრიგს და შემდეგ მომხსენებელი გამოვა და უკვე კონკრეტული შეკითხვები გვექნება ამ საკითხთან დაკავშირებით ვაყენებ კენჭს დღის წესრიგს მომხრე ენაუდეგი მალოთ მიღებულია ერთხმად პირველ საკითხი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების კითხვა მაქვს უბრალოდ გამოვა და კითხვები მე რა არა ქონების საქართველოს შინაგან საქმეთა და სამინისტროს სიპის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მისცემის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი ბატონი გოგა ლომაძე მოხსენებდა ბატონო გოგა სანამ დაიჭრებდეთ გისმენთ ბატონო გოგა ბატონო გოგა მე ერთი კითხვა მაქვს ჩვენ ბათუმში გვაქვს 40 სართულიანი თუ 20 სართულიანი უკაცრავად და უფრო მეტი მშენებლობების დინამიკა სიმაღლე მხედველობაში შესაბამისად სართულიანობა და ჩვენ აქამდე პრობლემა ქონდა სამაშველო ანუ კიბის არ ქონა თუნდაც რომელიც უნდა მიწვდეს იმ სართულებს იქნება ანუ სამაშველო აქსესუარების ტექნიკის არ ქონა იყო და ეხლა ამ გადაცემით ხო არ ხართ თქვენი მე დღეს ვფიქრობდი რომ ბატონი ხუსეინის იქნებოდა უბრალოდ თქვენი მაინტერესებს ჩვენ ვაძლევთ ამ ქონებას და ამ სამსახურს პრინციპში და პრაქტიკულად გადადის სიპის დაქვემდებარებაში და რას მივიღებთ იქედან თუ შეიძლება რომ იქნება თქვენი ბატონო გობა მე შემიძლია ამ იმაზე გიპასუხოთ რომ როგორც კი ბათუმში მაღალი შენობა შენდება, იქ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სააგენტო მიდის, იქ აუცილებლად არის სახანძრო კიბე, რომელსაც მთლიანად შესწავლილი ხდება ეს შენობები და წელიწადში ერთხელ მაინც ერთ შენობაში რამოდენიმე კვირის უკან იყო, მაგალითად რედისონში სწავლება. წინასწარ იციან სად რა კიბე გადის, სამაშველო სამსახური ინფორმირებულია ამის შესახებ, ბატონო გობა მინდა გითხრათ. ამომწურავი პასუხია ბატონო გობა. სრულიად არა. სრულიად არა. კიბეს ვამოწმებო რომ იტყვი და ამ დროს ხდება ისეთი მოვლენები გაზის აფეთქება თუ რაღაც ფორს-მაჟორი, ეხლა დამერწმუნეთ ტიტანიკზეც კაი ნავარჯიშები ხალხი იყო რა, ანუ წვრთნებით, მაგრამ იცით რა მოხდა. მაგრამ ბატონო გობა აქ შეკითხვა რა მდგომარეობს ეხლა ამ წუთას. მე მაინტერესებს მე პირადად მე მაგალითად ჩვენი რო იქნებოდა ეს სიპი იყო თუ მოკლედ სამსახური მე ვაპირებდი საკითხის დაყენებას ამ უსაფრთხოების ნორმების ქალაქში რომელიც დეფიციტური გვაქვს იგივე ის საბაგირო გზა იქ რო რამე მოხდეს ვიცით ვინ გადაარჩენს და როგორ იმოქმედებს ადამიანი რო დარჩეს გამოკეტილი პირობითად ვამ 1000-ნაირი არა გოგა ვერ გამცემს ამ შეცდომას მე ვაპირებდი, მოდიში ერთი წუთი, მე ვაპირებდი საკითხების დაყენებას, რომ თანხები გამოყოფილიყო იგივე ჩვენი ბიუჯეტიდან, რომ მომხდარიყო მოკლედ შესყიდვა საჭიროების შემთხვევაში. უსაფრთხოების ბალეში ბატონო გობა 60,000 ლარი შეგვიძლიათ გადაურიცხოთ, იგივე დავეხმაროთ იმას, რომ უსაფრთხოების ბალეში ქალაქს არ გააჩნია, რომ მოხდეს ზედასართულიდან ვარდნა ამ შემთხვევაში გამოიყენოს სამაშველო სამსახური. აი ერთი თქვენ იცით აგერ პრობლემა, თუმცა უსაფრთხოები ეს საკითხი ბატონო გობა ადრეც იყო დასმული, თუ შეიძლება აგიხსნით ბატონო გობა. ბატონო გობა. აგიხსნით. ეს საკითხი ადრეც იყო დასმული და უნდა გითხრათ, რომ საკმაოდ ძვირად ღირებული არის ეს კიბე. დაახლოებით ერთი სიამოვნება 250,000 დოლარის ფარგლებშია. ბათუმელების სიცოცხლეზე ძვირი არის. ნახმარი. და რთულად ის არის რა, იმიტომ რომ სპეციალური შეკვეთა ჭირდება ამას. და ამ ტენდერში მონაწილეობისგან სხვათა შორის ადრე მქონდა მოთელვა ბატონ ხუსეინის გეტყვით მაგის შესახებ მეც მქონდა ეს საკითხი დასმული, მაგრამ პრობლემურია ამ ასეთი ტიპის კიბის ყიდვა. მე ხანძარშიც ნანახი მყავს ჩვენი სამსახური, რომელიც უკვე ხდება სიპის უკაცრავად ბატონლაშა.
ხოფის ბაზრობის თუ კერძო ობიექტის დაწვის დროსაც, ხანძრის დროსაც ყავს ნანახი, რა თავგანწირვით მუშაობენ ეს ბიჭები ამ დროს. მაგრამ იმასაც კარგად ვხედავდი, რამდენად რთულია იმ ტექნიკით მუშაობა, რაც მათ გააჩნიათ. მე მაინტერესებს, როდესაც ჩვენ გადავცემთ ამ ქონებას და შესაბამის აღჭურვილობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს SIP-ს ამ შემთხვევაში, რამდენად ვართ გარანტირებული იმის, რომ უკეთესობა იქნება ამ სამსახურში, ვინმე თუ გაქვთ პასუხი უბრალოდ კი დაგვპირდა რაღაცა ან გვაქვს წერილი ამის შესახებ თუ ანუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ უნდა მივცეთ ერთი მხრივ შენობა, ტექნიკა, საოფისე ინვენტარი თუ სხვა სანაცვლოდ მივიღებთ, ანუ უფრო უკეთესი გახდება, თან ფულიც უნდა გავაყოლოთ ყოველწლიურად 1.8 million დაფინანსება, ხო? ესე ქვია, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხიც ვინმე მიქნება. ბატონო გოგა, გისმენთ აბა? როგორც მოგესალმებით პირველ რიგში, როგორც მოგეხსენებათ 2015 წლის 1 იანვრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, ხოლო თვითმმართველობებს დაევალათ აღნიშნული სააგენტოსათვის თვითმმართველობების საკუთრებაში არსებული იმ ქონების გადაცემა, რომელსაც სარგებლობს სახანძრო სამსახური. წარმოდგენილი განკარგულების პროექტი ითვალისწინებს მერისათვის თანხმობის მიცემას ყველა იმ ქონების, რაც სახანძრო სამსახურის ფაქტობრივ მფლობელობაშია, აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის გადაცემის შესახებ. გუშინ კომისიის ხდომაზე საკითხი წარმოდგენილი იქნა ხარვეზებით, ეს ხარვეზებიც გამოსწორდა, გარკვეული შენიშვნებიც იყო წარმოთქმული და ეს შენიშვნებიც გათვალისწინებული იქნა. ბატონ გოგა, კიდევ ერთხელ შეგეკითხებით პოზიციის სიმყარისთვის, უბრალოდ იმ მოსახლეებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ სახანძროს შენობის გაგრძელებაში, იმათ შენობის თუ დროებით საცხოვრებლის გადაცემაზე საუბარი არ მიდის. არა, საუბარია მხოლოდ იმ ქონების, რომელიც არის სახანძროს ფაქტობრივ მფლობელობაში, ხოლო ის, რაც სადაც ოჯახები ცხოვრობენ, ისინი არ შედის ამაში. კარგით. მეტი კითხვები არ გვაქვს? რაც გვაქვს, იმაზეც თავარ კითხვაზე არ გვაქვს პასუხი და. რომელ თავარ კითხვაზე? განვითარდება ეს სამსახური თუ რა? განვითარდება ყობა ეხლა. ეს იტყო ბატონმა დავითმა ბრძანა, რომ ის თავიდანვე იყო შსს-ში ეს სამსახური და ახლა 112-ზე იქნება თავიდან ბოლომდე მიბმული და იქნება ცენტრალიზებული. და იქნება სამმართველოს სახით, როგორც თავრობის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახური გადაეცა, ანალოგიური. ისიც გადავიდა? ის კი, მთავრობის გადავიდა, უკვე 1 იანვრიდან იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში. თავისი ქონებით, თავისი აულადიდებით. კი ბატონო. კარგით, მაშინ დავაყენებთ კენჭის ხაზი და დღეს მორჩებით. პირველი შემთხვევაა, რომ ხდომას 20 წუთში ვრჩებით. კარგით. აყენებთ კენჭის ხაზი, მომხრე. წინააღმდეგი. მადლობა, კოლეგებო, მიღებულია. ამ წელში იმედია ბოლოს ხდომაა ჩვენი და მეტი აღარ დაგვრჩება რიგარე შესხდომის მოწვევა. მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო და მეტი ხდომები ჩაგვეტარებიოს კიდევ და უფრო მეტი კარგი საქმე გვეკეთებიო ჩვენი ქალაქისთვის. გილოცავთ ყველას მომავალ დამდეგ ახალ 2015 წელს. მადლობთ.